მოგესალმებით, როგორც იცით, დღეს სიყვარულის დღეა და გადაწყვეტეთ გაგვიგოთ რას ამბობენ ადამიანები, რა თქმა უნდა, ინესასთან ერთად. მოდით ერთად მოусმინოთ ქუჩის გულწრფელ პასუხებს. თუ რას ფიქრობენ ისინი ვალენტინობაზე, ბედნიერებაზე და სიყვარულზე? არის თქვენთვის სიყვარული? ჩემი სიყვარული უკვე დამთავრდა, დიდი ხანია უკვე. რატომ? რატომ და ეხლა სხვა სიყვარულია ჩემი. პირველად როდის შეგიყვარდათ? პირველად ალბათ მერვე კლასში. ხო არ გაიხსენებდით რამეს? ასეთი გასახსენებელი არა. რა სიტყვით მომავალ თაობას? რას ვიტყოდით რომ ყველაზე დიდი მედი მაქვს მომავალი თაობის. და მინდა რომ ეს იმედები გაამართლონ, მეტი რა უნდა გითხრათ. რას ფიქრობთ სიყვარულზე? სიყვარულზე? სიყვარული შეიძლება ყველაფერი სიყვარულია, ყველაფერი საერთოდ ქვეყნიერება უნდა გადაარჩინოს სიყვარულმა და არა სიძულვილმა. როდის შეგიყვარდათ პირველად? პირველად რა ბიზნეს ვიყავით, ჩემი მეუღლე რომ შემიყვარდა. და რა გახსოვთ პირველი შთაბეჭდილება რა იყო? კაი ბიჭი იყო, ხუჭუჭა, ლამაზი. რას ურჩევდით დღევანდელ თაობას სიყვარულში? დღევანდელ თაობას ნამდვილად უნდა ნამეტარი სიძულვილი არის დეიდან და უნდა იყოს სიყვარული, თორე არ შეიძლება ესე ყოფნა. რა არის შენთვის სიყვარული? ჩემთვის სიყვარული არის ოჯახი, ვინ გიყვარს ყველაზე მეტად? დედა და მეგობრები. რა არის შენთვის ყველაზე ტკბილი სიტყვა? მიყვარხარ. რას ნიშნავს თქვენთვის სიყვარულის დღე? ზოგადად სიყვარული ისეთი გრძნობაა ჩემი აზრით, ძალიან ისეთი სათუთი, მოსაფერებელი და ყველა დღე სიყვარულს უნდა ეძღვნებოდეს და მე მივესალმები რომ აღინიშნება საქართველოში სიყვარულის დღე. და აღნიშნავ თუ არა მას კონკრეტულად თქვენ? მე თვითონ ახლა კი აღნიშნავ შეძლებს დაგვარად კი საყვარელ ადამიანთან ერთად კი და ყველაზე კარგი საჩუქარი რამე გიღიათ სიყვარულის დღესზე? თაიგული ყველაზე ღირებული ჩემთვის ნაცალი ძალიან მიყვარს და კარგი სუნამო მიმიღია მეუღლისგან კი ბატონო. პირველად როდის შეგიყვარდათ? ალბათ ბაღის ასაკში პატარა ვიყავი. და რას ურჩევდით შეყვარებულ წყვილებს? შეყვარებულ წყვილებს პირველ რიგში ურთიერთგაგება გქონდეთ, ერთმანეთის პასტივისცემა და უყვარდეთ ერთმანეთი. რა არის თქვენთვის სიყვარული? სიყვარული ყველანაირი შეიძლება. მაგალითად? შვილის, თქვენი, ოჯახის, რა ვიცი, ყველანაირი. როდის შეგიყვარდათ პირველად? ბავშვი ვიყავი მაშინ. რამეს ხო არ გაიხსენებთ ბავშვებთან დაკავშირებით? რა ვიცი, კაი მოგონებები. რას ურჩევდით მომავალ თაობას? ლამაზად იყო, ტკბიანად. ხო და დაგვიჯერონ ჩვენ, უბროსებს. ჩემთვის სიყვარული არის ყველაზე შესანიშნავი გრძნობა, რაც შეიძლება ადამიანმა განიცადოს ცხოვრებაში. დიახ, როგორც ვიცით, 14 თებერვალი სიყვარულის დღეა. მაინტერესებს თუ აღნიშნავთ ამ დღესასწაულს? სიყვარულის დღეს, ანუ ვალენტინობას არ აღნიშნავ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყოველი დღე სიყვარულის დღე უნდა იყოს ადამიანისთვის. და რა მიგიღიათ ყველაზე ძვირფასი საჩუქარი საყვარელი ადამიანისთვის? ბევრი საჩუქარი მიმიღია, მაგრამ ალბათ ყველაზე ძვირფასი რაც იყო, ეს იყო სამკაული. თქვენი აზრით მნიშვნელოვანია სიყვარულში თანხა ან ფული? ფული და თანხა არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი ალბათ უფრო ყურადღება. პირველად როდის შეგიყვარდათ? პირველად როდის შემიყვარდა, ვიყავი 12 წლის საზაფხულო ბანაკში. და როგორი იყო პირველი შთაბეჭდილება? პეპლები დაფრინავდნენ მუცელშიო, რომ თქვენ აი ზუსტად ეგეთი იყო. და რას ურჩევდით დღევანდელ შეყვარებულ წყვილებს? დღევანდელ შეყვარებულ წყვილებს ურჩევდი, რომ არ მოატყუონ ერთმანეთს და გულწრფელები იყვნენ ერთმანეთის მიმართ. სიყვარული არის ყველაფერი ის, რისთვისაც ადამიანი ცხოვრობს ამ ქვეყნად. პირველად როდის შეგიყვარდათ? ალბათ თქვენსავე თინეიჯერობის ასაკში. რამეს ხო არ გაიხსენებდით? რაიმე, ეს ვერაფერს განსაკუთრებით, უბრალოდ მაგასაკში როცა გიყვარს და სხვაზე არაფერზე არ ფიქრობ. რას ურჩევდით მომავალ თაობას? წრფელი, გულწრფელი, ნამდვილი სიყვარული და არა ვნებებს აყოლილი გრძნობები ცხოვრებას. სიყვარული ყოველთვის უნდა იყოს, სიყვარულს ასაკი არა აქვს.
აი ასეთია სიყვარულზე სხვადასხვა ადამიანის განსხვავებული, მაგრამ გულწრფელი პასუხები. მთელი გულით გილოცავთ ვალენტინობის დღეს. გავრცელდით სიყვარულს. უთხართ თბილი სიტყვები თქვენ საყვარელ ადამიანებს და გახსოვდეთ, რომ სიყვარული ყოველდღიურობაშია. უბრალოდ ვალენტინობა გვახსენებს ამდენად მნიშვნელოვანია ის.